უნდა პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ჯვრის მამის სახელობის ტაძრის თვალსაჩინო დეკანოზი თამაშოხელი და კომპოზიტორი კეთი გაბისიანი დილომშვიდობის დიდი მადლობა მოგზაურობისათვის დამდეგ შრობა ახალთელს გილოცავთ. მამა თამოს მე თავში აღნიშნოთ ანონსებდი გადაცემას და ეხლაც ვიტყვი რომ ჩვენმა მაყურებელმა ალბათ განსაკუთრებით და საზოგადოებრივ იცის რომ თქვენ წერთ ლექსებს და ძალიან კარგია ალბათ თქვენთვის განსაკუთრებით ასახელო რომ ლექსებზე უკვე არაერთი სიმღერა დაიწერა. თქვენი ლექსები გამღერდა. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთ სიმღერაზე იქნება საუბარი, რომელიც ქალბატონ რქეთიმ დაწერა. თუ შეიძლება გითხარით რომ რა ლექსია ეს და როგორ მოხდა დაკავშირება თქვენ და ქალბატონ რქეთით და როგორ ამღერდა ეს სიმღერა. ია ძალიან მიყვარს ბავშვობიდან, ძალიან მიყვარდა ეს ყვავილი და ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის რა და სულ იმაჩნდა რომ ეს სუსტი არ იყო რა და ჯვარის მამის ეზოში იყო ამოსული ერთი ის ფუჩი, რომელსაც ერთი ია ჰქონდა ამოსული და ერთმა ბიჭმა ისე მიდიოდა და ვეფერებოდა თვალით რა ამ ყვავილს და ერთმა ბიჭმა ხედავდი შევდა და მოწყვიტა ეს ერთადერთი ია და ძალიან გული დამწყდა და მომიდა რომ დამეცვა რა და მე თქვა რომ არც ისეთი სუსტი არის ამ ყვავილის მაგივრად მინდოდა მეთქვა და ესე დაიწერა ეს ლექსი ძალიან ადვილად ერთი ამოსუნთქვით და მე და კეთევანს საერთო ახლობელი ყავს რომელიც მეშვიდაც გავიცანით ერთმანეთს და ისე მოხდა რომ მისი ნიჭიერის შესახებ ვიცოდი და მოხდა რომ გაეცნო ამ ლექსს მოიწონა სასიმღეროდ და ამღერა ძალიან ლამაზი კომპოზიცია შექმნა და დიდი პატივია ჩემთვის რომ ესეთი კარგი ადამიანის ნიჭიერი წარმატებულმა შექმნა ჩემს ლექსზე სიმღერა. ეხლა ქალბატონსაც ვკითხოთ მაშინ მამათამოზე თქვა ისტორია თქვენც რო გითხრათ რომ აი ეს ლექსი წაიკითხეთ რა ემოცია გამოიწვია როგორ მარტო მოგინეთ კონკრეტულად ამ ლექსზე სიმღერის დაწერა მე მამთამაზე რო გავიცანი რა თქმა უნდა წავიდა მე როგორ ჩვენი არა მარტო მეგობრული ესე ჩემოქმედებითი ურთიერთობა იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ლექსებს წერს და ადამიანი რომელიც მუსიკას ქმნის შესაბამისად იქ საერთო ენაც მეტია თავისთავად ამიტომ მომიწია მამაოს ლექსებთან გაცნობა, შეცნობა და ეს დამეგობრება ეს არის არაჩვეულებრივი ლექსი ეს კონკრეტულად ვილაპარაკებთ ამაზე და მე მამაოს დავეთანხმები იმაში რომ ჩემთვისაც ია არ არის ნამდვილად უსუსური ყვავილი მით უმეტეს მამაოს ლექსში არის აი ისე წერია ეს ყველაფერი რომ აი მე არ ვიცი ჩემთვის მოკლედ სამშობლოს შესადარია ამ შემთხვევაში ია ანუ ძალიან ბევრი შეიძლება შეადარო პირიქით პატარაა მაგრამ ძალიან ძლიერი იმავდროულად შეუძლია თავი დაიცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შესაბამისად ამ ყველაფერმა გამოიწვია რომ მუსიკალურად ეს წავიდა პატრიოტულისკენ თემატიკა და ლექსშიც დევს ეს ყველაფერი არის შიდა სლეპში ასე ვთქვათ და მე ჩემი ესეთ მისამართით მივედით ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნუკრისთან რა თქმა უნდა კაპანელზე რომელიც ნამდვილად უბედლო შემსრულებელია ესეთი ძლიერი სიმღერები ზოგადად ხო არის მithumetes ესეთი დრამატული სიმღერების იმიტომ რომ ნამდვილად ყველას არ ძალუც ახლა ესეთი სიმღერის შესრულება ვისაუბრებო შემთხვევით და გამოხდა ჩემი პატრიოტიზმა და მოგზალება და მადლიერება ქალბატონ გულწმირ რომელმაც ესე ლამაზად შეასრულა ეს სიმღერა. გამო არ შემიძლია თქვენ არ გითხოთ მე ვიცი რამოდენიც შეიძლება თქვათ როგორ დაიწყო თქვენი ლექსების წერის უწმინდეს უკავშირდება და აი როცა დაიწყეთ ლექსების წერა თუ გიფიქრიათ რომ ამდენ ასე მალევე თქვენი ლექსები ესე გამღერდებოდა. არის ერთი ადამიანი გიორგი ჩიტაური ნიჭიერი ადამიანი რომელმაც როდესაც გუდამაყრელი დაიწერა რამოდენიმე თვის მერე შემთხვევით ნახა სუფრაზე ეს ჩემი ლექსი მე მქონდა თან და წაიკითხა და მთხოვა რომ იმეცა და სიმღერას დასწერდა ამას ეს მე უარი უთხარი რა გამიკვირდა და არც მიფიქრია მაგაზე და მე დამირეკა და მთხოვა და გაუგზავნე ტელეფონით ეს და ესე მოხდა ესე და შემდეგ მე მქონდა დაწერილი მის უწმინდესობაზე მის უწმინდესობა არის ერის მამა ჩვენ ყველას მშობელია და ჩვენ მშობლებს ხშირად ვუსტვენთ ხოლმე და ზოგჯერ ვახარებთ ის და მე მინდოდა რომ გამეხარებინა მის უწმინდესობა მას ბევრი ამაგი აქვს ქართველ ერზე და პირადად ჩემზე და ჩემი მადლიერება უდრამაიც გამომეხატა და შეიქმნა სნოზე სიმღერა ლექსი რომელიც ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა ადამიანმა და კარგმა მომღერალმა კომპოზიტორმა და თუ არ ჩაძენ შექმნა ამაზე და ესე წავიდა
იმის მერე ძალიან მაგრამ დავითმა გულისხმობ თქვენს დიატოგოს. იგივე მამის იავნანაც თქვენ გეკუთვნით და ამის შესახებაც ძალიან საინტერესო იქნება ის. მე შვილი ავატყავს, შვილი ყავს ავატ შვილი და არ უნდა დაეცეს ადამიანი, უნდა გააგრძელოს ცხოვრება. მე ვცდილობ რომ სხვა ადამიანებს მივეხმაროთ ით შემიძლიათ, უნდა სიტყვიერად და მინდოდა ჩემი შვილისთვის რამე გამეკეთები და ხელმოსაკიდი რაც დროს გაუძლებს. ახლა არ ვიცი ეს იმრანად გაუძლებს დროს, მაგრამ ფიქრობ რომ რა ვიცი არ დაიკარგება ეს ადვილად და ნუ ვინაიდან მაყურებელმა და მსმენელმა ასე შეიყვარა ეს სიმღერას, უნდა ვივარაუდოთ რომ ნამდვილად არ დაიკარგება ეს სიმღერა და ისეთი ემოციით და ისეთი სიტყვითია ეს ლექსი დაწერილი და მე სიმღერაც რომ არ შეიძლება ეს არ დაიკარგოს, იმიტომ რომ არის რაღაც თემები, რომელიც დროს უძლებს ყოველთვის და მე ვფიქრობ რომ ეს ის თემა სწორედ რაც თქვენ აღნიშნეთ. დიახ, აი მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და დათვალჩოდეს კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა ჩემს მეგობარს, რომელმაც ჩემი ლექსები მოიწონა. შეიძლება ჩემზე კარგი ლექსი იყოს დაწერილი, მაგრამ ვერ მოხდა საჭირო ადგილას და მან შექმნა 13 თუ 14 ჩემს ლექსის სიმღერა და იანვრის ბოლოს გამოჩვენა ჩვენი ერთობლივი დისკი. და ესეც უნდა მეკითხა. როდისთვის საპირებთ ამ დისკის გამოცემას? იანვრის ბოლოს. გავაკეთეთ გარდა ამ ლექსისა რაც თქვენ აი დაიკითხეთ და ამღერეთ სხვა ლექსებს თუ გაიცანთ კითხვით თავიდან, მაგრამ აი ანის სიმღერები თუ იცით მამოსი რომელიც დაწერილია სხვა ლექსებზე სიმღერები მამოს რა თქმა უნდა მამოს პოეზიას კარგად ვიცნობ ზოგადად მამოს პოეზიას და ჩვენ გვაქვს ის ურთიერთობა რომ დაიწერება თუ არა ლექსი გავეცდებით. რა თქმა უნდა, კი. ერთხელ დაწემოჭრდა მე მიდის ქართულის გამონათქვამს რა დაიწყო შეიძლება თანაშრომობა შედგეს და მე მგონი ძალიან კაი ტანდემი იქნება. ჩვენ ასევე გვაქვს ჩაფიქრებული რომ სიმღერა სვანებს მიუძღვნათ ერთი ოდა ხო და არის ეს გეგმაში. მე ვიცი რომ ამ საქართველოს ყველა კუთხე ძალიან უყვარს, ამიტომ სვანებსაც ალბათ სიამოვნებით დავუწერთ ლექსს. მისობის როცა კუთხევით მე ვწერ საქართველოს ყველა კუთხეზე ვცდილობ დავწერო და უკვე დაიწერა 8-9 კუთხეზე და მათ შორის სვანეთს და ქეთევანს, რადგან ფესვები სვანეთიდან აქვს. მისი გვარი გაბისიანი სვანეთიდან არის წარმოსული. მინდა რომ მან შექმნას თავისი ნიჭიერებით და მასაც აქვს სურვილი. დაწყებულია იდეა არის. იდეა არის, სურვილი არის, ორი ნიჭიერები მინერ და მე მგონი რომ ჩვენ მალე მოგწოდოთ ამ თემაზე. მამა არ შემიძლია არ გითხოთ და არ გავხსენოთ. აი როგორ დაიწყო თქვენი ლექსების წერა? საიდან გაჩნდა ეს იდეა და როდის დაიწერა პირველი ლექსი? მისი უწმიდესობა ბრძანდებოდა ჯვარის მამაში 2010 წლის 29 მაისს და მოგვიფერა დაგულოცა, როდესაც ხატწერის ოთახში შევიყვანეთ დაათვალია და მე მკითხა რომ შენ თუ ხატაო და მე ძალიან მომერიდა მისი უწმიდესობასთან რამდენ ხანსაც არ უნდა კონდეს ურთიერთობა მაინც დიდი ძალა გაქვს და მე არამედ ჩემი ქალიშვილი ხატავს და მე გვითხრა მოძღვრებს იქ რომ მამას უნდა ბრძანდებოდა და თქვენ უნდა დახატოთ დაწეროთ არა მარტო შექმნათ არა მარტო სასულიერო სფეროში არამედ საეროშიც და მას შემდეგ მალევე დაიწერა ეს პირველი ლექსი გუდამაღრელი რომელიც ამღერდა რომელიც შეიყვარა ხალხს და მას შემდეგ ძალიან ხშირად იწერება ლექსები რომელიც ეს სიმღერა როდესაც ავიტანეთ გუდამაყარში იმდენ თავისად ჩათვალეს იმ ადამიანებმა რომ ცხარი დაუკლეს ამ სიმღერას და აღნიშნეს რომ ამ სიმღერას უკრავდნენ ცხარს. არ შემიძლია არ გთხოვოთ რომ რამდენი ლექსი ჩვენს მე როგორც ვიცი ახალ ლექსით ერთ-ერთი დაწერილი. დიახ. არ ვიცი რომელიც გინებოთ იმით დაიწყეთ, მაგრამ ის ახალ ლექსის გინდათ რომ დაგვიკითხოთ. ყოველწლინა ხშუბელი ქართველი ეს ფარველი და ჩვენთვის ყოველთვის საყვარელი განსაკუთრებით უყვარს ქართველ ადამიანს და იმ დილას დავამთავრე ეს ლექსი და მას წავიდე. ესე იგი ექსკლუზივია. ღვთის მშობელო დედაო კურთხეულო მარიამ ლოცვად მოგიახლები ყოველ ღამეს მთვარიანს შენ დაწილხვედრ ქვეყანას ლოცვად მუხლო მოყრილები მამულს შემოგავედრებთ საქართველოს შვილები ღვთის მშობელო უფლისა გირწევი აკვანი მზემაც გადაიწია ბნელი ღამის საბანი ალიონზე ცისკიდეს უფლის მადლი ტრიალებს თავის წილხვედრ ქვეყანას დედა თავს დასტრიალებს მუხლ მოდრეკით ხატის წინ გევედრებით სახიერ წმინდა სანთლის სხივებში საქართველო გახვიე შენი კალთა ფარავდეს საქართველოს ამიერ მადლი გადმოგვივლინე ლოცვად მრავალჯამიერ ამინ ამინ ლექსია და რაღაცა ცივი განწყობა სანამ შემდეგ ლექსს წაკითხავს აკითხოთ აი მე შეგაწყვეტინეთ ბოდიშუქთან მოდით ვისაუბროთ რომ აი გეგმება რომ თქვენი რაღაც ახალი დისკის CD-ს პრეზენტაცია შედგეს როდის გეგმება რამდენი სიმღერა იქნება შესული და საჭიროება 13 სიმღერა იცით აი სტუდიაში ჩაწერილია 9 სიმღერა ჯერჯერობით და კიდევ რამოდენიმე არის მალევე ჩაიწერება და ალბათ დაახლოებით როგორც დათომ ბრძანა იანვრის ბოლოს და არ იქნება ამ ალბომს
დისკს ეკნება მამის იავნა. მამის იავნა. აბსოლუტურად ესეც ფიქრობდი, ეს ვარავდო რომ იქნება. და ალბათ შესაძლებელი იქნება რომ მსმენელმა მაყურებელმა ადვილად შეიძინოს ეს დისკი, ხელმისაწვდომი იქნება ალბათ. მასში შევა მამის იავნა და დედის იავნა და თუ მოესწრო მწუხარე იავნანა. შუბკარდედებზე თქვენ ასე უწმენეს ლოცვა-კურთხევით, ამაზეც რო გითხრათ ამ ლექს შესახებ. მე ვატარებ ხოლმე სამშაბათობით ორ კვირაში ერთხელ საპატრიარქოში და მიწევს მისი უწმიდობის ნახვა და ძალიან დიდი სიხარულე ყველასთვის და ერთ-ერთი შეხვედრაც მან ბრძანა რომ იქნებ მე დამეწერა შვიდმეტარ დედებზე, მას ყველა უყვარს და კეთილებული აქვს და განსაკუთრებით შვიდმეტარ დედები უყვარს და იქნებ დამეწერა ესე მითხრა რომ როდესაც დედა უმღერის უგალობს ცოცხალ შვილს და ეს გადაიზრდება მიცვალებული შვილისადმი გოდებაში და ეს დაიწერა ცოტა ძნელად დასაკითხი ლექსია და მოწონებულა სასიმღეროდ და უნდა შეიქმნას სიმღერა. აუცილებლად უნდა შეიქმნას ალბათ რაღაცა შეიძლება ემოციური იყოს, მაგრამ ნუგეში იქნება დამოკიდებული დედებისადმი რომ რაღაცა მაინც დართული ადამიანის შვილი რო ხდება, თუმცა ცხოვრება უნდა გააგრძელოს. კიდე ერთ ლექსს ხო წაგკითხავთ და რა ლექსს უთხრათ. ეს არის სიყვარულზე ჟურნალისტებს უკითხავენ სიყვარულზე რომ წერდა აბა მოძღვარმა სიძულვილზე ხო დაწეროს სიყვარულზე დაწეროს და სიყვარული საზოგადოებაა და უცილებელი მათოვარი იყო სიყვარული ოჯახები მრავლდება ერი და ლექსია სიყვარულის დედოფალი არსებობა შენი მავსებს დრომ გამხადა ბედნიერი მხოლოდ ერთხელ მღერის გედი შენ მოგანდე ჩემი ბედი რომ გიმღერო მზიან დარზე ერთ გულების მეგობარზე მსურს ფიალით შევსვა ღვინო სილამაზის დედოფალზე ბნელ ღამეში დაგეძებდი რომ გაუღო გულს კარების სიყვარულის სადიდებელს ციმციმებენ ვარსკვლავები გაზაფხულზე ატმის ყვავილს ააფეთქებს მზის სხივები შენი სუნთქვა მენატრება შენი თვალის ციმციმები ტრფობით გიცქერ დავიღლები სიყვარულის გახსენ კარი წუთისოფლის სტუმრები ვართ ხრება ჩვენი ნატერფა დიდი მადლობა ძალიან კარგი ლექსია სანამ შემდგომ ეს ვთქვი ქეთის მინო გითხო რამდენი ხანი მუშაობთ სიმღერაზე აი დაიკითხეთ ლექსი და იმიტომ ჩქაშთა იდეა რომ ეს უნდა დაიწეროს თუ რა ფიქრობთ რომ დავწერო თუ არა და ახლა მიხვდი და უცებ გამღერდა თუ აი ეს ხო არა წავიკითხე თუ არა ეგრევე ვთქვით რომ ამაზე იაზე იავნა აღერდეს აუცილებლად მაგრამ მე იცით რა მინდოდა აღმინიშნა ან მრავალი ადამიანი რომელიც ლექს ქმნის ხო ლექს წერს მაგრამ ჩვენ სასიმღერო ლექსი კიდე რაღაცა შეიძლება ძალიან კარგი ლექსი იყოს მაგრამ აღარ ვერ გამღერდეს არის მე მინდა გითხრათ რა თქვა ავიღოთ მამაოს 100 ლექსი 100-დან 99 არის სასიმღერო მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა შობელზე ამ დილით დაწერილი ლექსიც ახლა რომ წაიკითხეთ და ჩვენს მაყურებელს გააცანით ისიც უკვე მღერის აი ეს არის სულიწმინდის მადლი და უწმინდეს ლოცვა-კურთხევა ნამდვილად ეს კურთხევა ლოცვა-კურთხევას მით უმეტეს იერარქიის და მით უმეტეს პატრიარქის ძალიან დიდი ძალა აქვს და ეხლა მე დავნის რომელიც წავიკითხე ლექსის სიყვარულზე ზურა დათიკაშვილი არის ახალი დაოჯახებული ჩვენი მეგობარი ულოცავთ მას კიდევ ერთხელ და მას ვაჩუქეთ ეს ლექსი და უნდა შეიქმნას სიმღერა ამ ლექსზე ძალიან კარგი იქნება ძალიან გვიხარია რომ ესე გვანებიეროთ მამაო ლექსები და მე შესანიშნავი კომპოზიტორების შესრულების სიმღერები და კიდევ ერთი ლექსი უნდა წაგიკითხოთ როგორც ვიცით და გვაჩუქოთ დიახ აი ეს ლექსი წაგიკითხავთ იაზე ხო თავის სიმღერა სურპრიზის ლამაზი სიმღერა და ლექსი სხვა არის თუმცა ჩვენ მაყურებელს ეხლა ვეტყვი რომ სურპრიზად გადაცემის ბოლოს აუცილებლად მამოთ ამოს ლექსზე შესანიშნავ სიმღერას მოგისმენთ ვინ შეასრულებს ამას სურპრიზად დავტოვებთ იავარ ლურჯით მოსილი სურნელით ვატკბობ მდელოსა მთიდან ბარს მივესალმები ღმერთს შევთხოვ მადღე გრძელოსა ჩემი სიცოცხლით ვახარებ სულდგმულთა საედემოთა შვილი ვარ დედამიწისას უყველამ დაიჯეროსა ავდარი გამბანს მზე მათბობს ნიავი მამეფეროსა ჩემი სინაზით ვეკრძალვი სამშობლოს სადღე გრძელოსა ნუ მამგლეჭთ დავედარდები ფესვებს მოწყვეტილ ღეროსა მზე დაითალხავს ღრუბელთა ღამემ დღე დაიფეროსა დილად სვარნამით მიგლოვებს მთვარე მიტირებს ვეროთა ყორანი შავებს ჩაიცმენ მთა ნისლი შაიცეროსა ვარ გაზაფხულის მეზარე ვუხდები ხისაჩეროსა ნუ მამგლეჭთ თქვენი ჭირიმე ნუ დააობლებთ მდელოსა ძალიან კარგი ლექსია რაღაცა მართლა დიდი პატრიოტიზმი ამ ლექსში შეიძლება ვთქვა რომ ერთია იძახის რაღაცა ბევრი ადამიანის საქმეს უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის უღრმესი მადლობა ესეთი სასიამოვნო განწყობისათვის ამ ლექსებისათვის სიმღერისთვის დიდი მადლობა ქალბატონ მეკეთის დამდეგ შევახავდეთ გილოცავთ გისურვებთ წარმატებებს ნაყოფიერ წელს გისურვებთ თქვენ ბევრ შემოქმედებით
წარმატებას თქვენს აი ამ ლექსების სფეროში და ქალბატონებთან თქვენ თავის ეს ოჯახებთან აღნიშნო, რომ აი უნდა ყოველეს საუკეთესო. ბავშვობიდან ჩუქნედი იებს ადამიანებს და რაც ეს ლექსი დაიწერა, შემდეგ ქალბატონი მე მჩუქნი აბსოლუტურად. დიდი მადლობა მათამისის. და ის განსხვავებული გამიბრუნდება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა